24 აპრილს ძალიან დიდი ხელოვანის, ძალიან კარგი ადამიანის მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა მარჯანიშვილის თეატრში, მას 90 წელი შეუსრულდა, მიუხედავად თავისი ესეთი ასაკისა, ის დღემდე ძალიან აქტუალურია, ძალიან კარგ ფორმაშია და დღემდე აკეთებს საქმეს, დღემდე აკეთებს კინოს, ის არის ძალიან საინტერესო ხელოვანი. მთელი მისი შემოქმედება და ბიოგრაფია ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ის არა მარტო მხატვრულ კინოში, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ მის მხატვრულ შემოქმედებას, ის ასევე ძალიან კარგი დოკუმენტალისტია. მას აქვს არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმების სერიალები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ხელოვანის დაფასება სწორედ ის იქნება და ძალიან კარგი, რომ ეს წელი გამოცხადდა სწორედ მერაბ კოკოჩაშვილის წლად, იმიტომ რომ ნამდვილად ღირსეული ხელოვანია იმისთვის, რომ მას ასეთი პატივი მიეგოს. მე ამ საღამოზე ნაჩვენები იყო, რომელზედაც მაყურებელი მივიდა, რა თქმა უნდა, პატივის მისაგებად ამ დიდი ხელოვანისა. მიმართ გამნაჩვენები იყო მხატვრული მისი ფილმებიდან მიხა მწვერვალი, დიდი მწვანეველი, ზეცხელი ზაფხულის, სამი დღე და ასე მე შეგახსენებთ იმ ფილმებს, რომლებიც თქვენ ძალიან კარგად იცით და ძალიან კარგად გახსოვთ. ვფიქრობ, რომ დღეს მერაბ კოკოჩაშვილი დღემდე არის ჩვენთან თანამშრომლობს, ის ტელეფილმებშიც თანამშრომლობდა ტელეფილმების სტუდიაში, ძალიან ბევრი ფილმი სწორედ აქ შექმნა. დღეს ის როგორც წამყვანისა და ამპლუაშია წარმოდგენილი ჩვენს დოკუმენტალისტიკაში პირველი ასე რომ ჩვენ ვულოცავთ მას პირველად ხალხის სახელით და ვუსურვებთ კიდევ ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრის, განსაკუთრებით იცით, აი ვინც ყველაფერი ეს გააკეთა. თეატრის უღრმესი მადლობა. ყველა მსახიობები აუღრებელი მოსული იყვნენ და დიდი მადლობა მათ ყურადღებისათვის და იმისათვის რომ მოვიდნენ. შევეცადეთ, ასე ვთქვათ, დიალოგში მაინც გაგვეხსნა ამ 90 წლის განმავლობაში რამ რა გამოიწვია, როგორ მივედით ამ ფილმების გადაღებამდე, მაყურებელი როგორ აფასებდა ამას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ასეთი დღე ერთხელ არის ხოლმე ცხოვრებაში. მადლობა. მერაბ კოკოჩაშვილის წვლილი ქართულ კულტურაში იმხელაა, რომ მე მგონი ახლა რომ დავიწყო ამის ჩამოთვლა, ძალიან შორს წავალთ, ეს ყველასთვის ცნობილია. მე ორი სიტყვით ვიტყოდი, რომ 97 წელს პეზაროს საერთაშორისო კინოფესტივალზე დასახელდა მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი და მათ შორის არის მერაბ კოკოჩაშვილის დიდი მწვანეველი. ამით უკვე საკმარისია თუ რა დონეზე და რამხელა დიაპაზონზე გაიყვანა კოკოჩაშვილმა ქართული კინო და ქართული კულტურა. კიდევ ერთხელ ვლოცავთ ბატონ მერაბს იუბილეს. ნამდვილად ყველანი ერთად გიერთდებით ამ ვლოცვაში.